დღეს მე გადავწყვიტე რომ გავიდე პოლიტიკიდან. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ქართული ოცნება ოფიციალურად დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ ივანიშვილის გუნდმა ქვეყანას სერიოზული საფრთხეები აარიდა თავიდან. ოცნება ძლიერ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა, საქართველოში კი პროგრესი ყველა მიმართულებით ხელშესახები გახდა. ღარიბაშვილის თქმით, ამ ფონზე პოლიტიკაში ყოფნის საჭიროებას ვეღარ ხედავს. მან ივანიშვილის მიმართ მადლიერება რამდენჯერმე გამოხატა. დღეს ქართული ოცნება საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად. და ბუნებრივი ამაში განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. მან ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეძლო გუნდის კონსოლიდაცია, შეინარჩუნა ერთიანობა, მისი ლიდერობით კი ქართულმა ოცნებამ ქვეყანას საზოგადოებას უდიდესი საფრთხეები ააცილა და ქვეყანა გადაარჩინა. დამოუკიდებლად მოუტანა ხელშესახები პროგრესი და განვითარება ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით. ამ ფონზე მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე პოლიტიკაში დაბრუნებისას დამეკისრა, შეიძლება ითქვას, რომ უკვე შევასრულე. ღარიბაშვილმა განცხადებაში არ ახსენა ირაკლი კობახიძე. ჟურნალისტის კითხვას არსებობდა თუ არა დაპირისპირება მასსა და პრემიერ-მინისტრს შორის, ოცნების უკვე ყოფილი თავმჯდომარე პასუხობს, რომ არა. ღარიბაშვილი გაღიზიანდა მას შემდეგ, რაც მედიის წარმომადგენლებმა კობახიძის საქმიანობის შეფასებას თხოვეს. ჩვენ გქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა. მას შემდეგ ვერცერთ შემთხვევას ვერ დამისახელებს ვერავინ, რომ ჩვენ რაიმე საკითხზე გქონდა ან შეუთავსებლობა, ან შეუთანხმებლობა. აგერ არის ირაკლი კობახიძე, აგერ არის გუნდი. და კითხეთ, ირაკლი კობახიძე არის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური, მას თავისი ხედვა აქვს და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველას გულწრფელ წარმატებებს უსურვებ. ჯერ ერთი მე მინდა გითხრათ, რომ პრემიერ-მინისტრის საქმიანობა უნდა შეაფასოს ხალხმა პირველ რიგში. და მე რატომ მეკითხებით ახლა ჯერ ერთი წელია რაც მუშაობს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე და ასე რომ დაელოდეთ და თქვენ გირჩევთ, რომ მოიხსენიოთ იგი როგორც პრემიერ-მინისტრად და არა ირაკლი კობახიძე, მხოლოდ როგორც თქვენ ახლა საუბრობთ. ოცნების ლიდერებს შორის ირაკლი ღარიბაშვილის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებულ სანქციებს გადაურჩა. ქართული ოცნების ყოფილმა თავმჯდომარემ დღეს ეს დაადასტურა და თქვა, რომ მისი სანქცირების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. პოლიტიკიდან მიდიხართ დაუსანქცირებელი? არ ვიცი, ჩემთვის არ არის ცნობილი. არა. არც შეერთებული შტატების, არც ევროპული სახელმწიფოები. რა ხდება? ან რატომ დაასანქცირეს სხვები? ეს ცალკე საკითხია. თქვენ სანქცია არ გამოიძიეთ. ღარიბაშვილმა თქვა, რომ შესაძლოა პოლიტიკაში დაბრუნება ისევ მოუწიოს, თუმცა გამორიცხა ოპოზიციური პარტიის შექმნა. ჟურნალისტებმა მას გაახსენეს ივანიშვილის დაპირება, რომლის თანახმად ქართულ ოცნებას ეგრეთ წოდებული ჯანსაღი ოპოზიცია შესაძლოა თავად ოლიგარქმა შეუქმნას. მსგავსი არაფერი არ განიხილება, ეს არის აბსოლუტურად წმინდა წყლის სპეკულაციები და ცალკეული ადამიანის მიერ გავრცელებული მიზანმიმართული, ასე ვთქვათ, დეზინფორმაციები, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან. თუ მეკითხებთ იმას, რომ იმიტომ გადავდექი დღეს, რომ რაღაც ოპოზიციური პარტია შექმნეს, არის სისულელი. და ტყუილი. ძალიან გთხოვთ ამ სისულელებს ნუღარ მიაქცევთ ყურადღებას. და ამ სპეკულაციებს ნუღარ მიაქცევთ ყურადღებას. ნუღარ გაემეორებთ. უბრალოდ მე მაინც ვერ გავიგე და ამიტომ ნახეთ რა ვერ გაიგეთ? კითხვა დაისვა. მე გითხარით, რომ თავარი გარანტია ირაკლი კობახიძეს დღეს თქვენ არის ყველაფერს შეეთანხმებით. ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ირაკლი კობახიძეს თქვენ დღეს ყველაფერს რატომ შეეთანხმებით, იგით როგორც რას მართავს ნიშნავს ის ყველაფერს ქვეყანას. შეეთანხმებით? მე პარტიის თავმჯდომარე ვიყავი დღემდე და ჩვენ ერთად ასე ვთქვათ მიუძღვებოდით საქმეს, ხო? ოპოზიციაში ამბობენ, რომ ღარიბაშვილი ოცნებიდან რეალურად დიდი ხანია წასულია და ეს ოფიციალურად მხოლოდ დღეს დადასტურდა. მათი თქმით, ოცნების ყოფილი თავმჯდომარე სანქციებს და იმ კრიზისს გაექცა, რომელიც ახლა ივანიშვილის გუნდშია. ივანიშვილი ცდილობდა ხელის ფათურს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ჩემი გაშვების მიზნით და თავისავე პარტიის თავმჯდომარე წავიდა პარტიიდან და პოლიტიკიდან. ღარიბაშვილმა გადაირჩინა თავი. ეს არის თავის გადარჩენის მცდელობა და იმ მილიონების გადარჩენის, რომელიც მან მოპარა წლების მანძილზე ქართული ოცნების სახელით ქართულ ხალხს. და ასევე სურვილი, რომ მას და მის ოჯახის წევრებს შეეძლოთ დასავლეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროკავშირში შესვლა, მოგზაურობა, სწავლა-განათლება. ძლიერი პოლიტიკური პარტიიდან არ მიდის პარტიის თავმჯდომარე და ფაქტობრივი მოცემულობა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და გაექცა იმ კრიზისს, რომელშიც იმყოფება ქართული ოცნება. ივანიშვილის გუნდი დღეს არის
ჩაძირული გემი, რომლიდანაც გარბიან ადამიანების სანქციების შიშით მათ არ უნდათ რომ აიღონ პასუხისმგებლობა იმ რუსულ საქმეზე, რომელსაც აწარმოებს ბიძინა ივანიშვილი. ცხადია, რომ ქართული ოცნება არის რღვევის პირას და ამ ყველაფერს ფუთავს საკადრო გადაადგილებებით, საკადრო ცვლილებებით, განახლების ყალბი, ფარსი პროცესით, ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ძალაუფლება პირიქით უფრო კონსოლიდირებული ხდება ივანიშვილის და ივანიშვილის დავალებების შემსრულებელ ირაკლი კობახიძის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანებს შორის. ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის კარზეც გამორჩეული ადამიანი იყო, ხო, რომელიც მისი ნებისმიერი სურვილის უსიტყვო შემსრულებელი იყო და მას ეს სახელი ჰქონდა ამ გუნდშიც. ამის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილმა ის ორჯერ რა ფორმით მოხსნა პრემიერ-მინისტრობიდან ყველას კარგად გვახსოვს და ეხა საერთოდ პარტიიდანაც კი გააგდო. აი ნათლად მიუთითებს ეს ყველაფერი როგორ ექცევა ივანიშვილი მისთვის ყველაზე ერთგულ და უსიტყვოდ ნებისმიერი სურვილის შემსრულებელ ადამიანებსაც კი. და საბოლოო ჯამში ხო ყველა კარგად ხედავთ, რომ რაღაცა ძალიან დიდი არეულობა არის ივანიშვილის კარზე, რომელიც რა თქმა უნდა დასრულდეს იმით, რომ ივანიშვილი დაკარგავს ძალაუფლებას. ბატონო ღარიბაშვილი დიდი ხანია წასულია პოლიტიკიდან, დღეს უბრალოდ მან ეს გადაწყვეტილება თუ იძულება გააფორმა და საჯაროდ აუხსნა, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების შემორჩენილ ხარდამჭერებს. აქ არაფერი, ასე ვთქვათ, ახალი ჩვენთვის არ ყოფილა, ჩვენ ეს დიდი ხანია ვიცით. საინტერესოა, ასე ვთქვათ, ეხლა უკვე ძველი ეგრეთ წოდებული 2012-იანელებიდან დარჩენილი წოლუკიანი როდის დატოვებს თავის თანამდებობას. ქართული ოცნების ლიდერები ირაკლი ღარიბაშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდიან. მათი თქმით, პარტიის ყოფილი თავმჯდომარის როლი საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილმა თავად ყველაფერი განმარტა და რა ისი თქმაც მას სურდა ყველაფერი თქვა, რაც შეეხება იმას, რომ წარმატებული პარტიიდან არ მივიდა, პირიქით, თუ წასვლა არის, როდესაც წარმატების პიკზე ხარ, მაშინ უნდა წახვიდე და არა მაშინ, როდესაც პარტიას უჭირს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე რიგით მეოთხე საპარლამენტო არჩევნები მოვიგეთ, 9 არჩევნები ჯამში, წინ არის ადგილობრივი არჩევნები, რომელშიც ასევე usახელოდ დამარცხდება ოპოზიცია და სახელოვნად გაიმარჯვებს ქართული ოცნება კვლავ. ასე რომ ვფიქრობ, ზუსტად ის მომენტი არის, როდესაც თუ კი ადამიანს გადაწყვეტილი აქვს, რომ წავიდეს პოლიტიკიდან, ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის არის. ირაკლი ღარიბაშვილი ორჯერ იკავებდა როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოსტებს. 2012-2013 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრიც იყო. 2019-2021 წლებში კი თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. ახლა ის ოცნებიდან კიდევ ერთხელ წავიდა. მისივე თქმით, გადაწყვეტილების შესახებ იცოდნენ ბიძინა ივანიშვილმა და პარტიის ლიდერებმა. სხვა წევრებმა კი ინფორმაცია დღევანდელი ბრიფინგით გაიგეს. ვინ გახდება ოცნების ახალი თავმჯდომარე ჯერჯერობით უცნობია.